გამარჯობა, ეს მარტოობის 15 წუთია და ჩემი სტუმარია ნინუცა ორჯონიკიძე. ხო, ესე იგი, მინდა რაღაცა გითხრათ ნინუცა და შენც მინდა გითხრა, ეს არის ჩემი პირველად ჩაწერილი პოდკასტი, სადაც ჩემი სტუდია მაქვს. მოწყობილი უკვე ბოლომდე და შენ ხარ პირველი სტუმარი ჩემს შავ კედლებში. ხო და მოგესალმებით ჩემი შავი კედლებიდან. იმედია ფეხბედნიერი ვიქნები. ხო, ღმერთმა ქნავს კაცო. ხო და არა, სხვა კაი ფეხი მაქვს. არა, ფეხიც კაია და ფეხიც კაი. შენ კაი ფეხს გამომარჯოს ყველა გაგებით. და ტაკ-ტაკ წავა საქმეები. მოკლედ, როგორც პატოს უნდა და როგორც ნინუცას თხოვა რომ მასწავლოს გთხოვთ, გადაამოწმეთ, ყავართ თუ არა გამოწერილი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ენთუზიაზმზე დიდი ხანი ვერ გავქარჩავ საყვარლებოდა. იქნებ რამენაირად დააკლიკოთ გამოწერას, იმიტომ რომ თქვენთვის ერთი კლიკია, ჩემთვის გულის აჩქარება რა. და გთხოვთ გამიკეთეთ ეგ, იმიტომ რომ მართლა ყოველ დღე შევდივარ და ნახულობ რა მოემატა თუ არა და ცოდო ვარ, მე მგონი ვარ, ხო და გამომიწერეთ. მადლობა ნახვამდის. ეხა მე მუქარის ფაზა მაქვს უკვე. ანუ ეგ ყველა ფაზები ხო იცი რო არის ცხოვრებაში. ჯერ იყო და გთხოვთ გამომიწერეთ, ჯერ მე რიდებოდა. მე გთხოვთ დავიწყე, მე ძალიან გთხოვდი, მე ვათამაშებდი, მე ქვითინადი ბოლოს ვეჩხუბებოდი უკვე. აღარ იქნება მეტი ვლოგი. ეს არა ქვია, ყველაფერმა გაჭრა, შეხსენება ჭრის. ანუ ყოველჯერ რო ახსენებ ადამიანს რომ შეიძლება მართლა გიყურებს თვეებით და მე მართლა არ მყოლი ხარ გამოწერილი და ვერ ხვდებიან ეგ რამდენად საქმისთვის მნიშვნელოვანია. ხო, ჩემ ძალიან ახლო მეგობრებს აღვწევ რომ არ ვყავარ თქვა გამოწერილი და ეგ ისეთი სირცხვილია, ეს ისეთი თავის მოჭრა. ეგ რა არის დედაჩემს არ ყავარ გამოწერილი. ხო, ეს წარმოიდგინე რა, ჩემ ოჯახშიც იგივე არის. არ ანიჭებენ მნიშვნელობას. ხო, არ და მნიშვნელოვანია. ადრე, აი რაღაცა ერთხელ გამოვჩნდებოდი ტელევიზორში თუ რაღაცა და მოკლედ მაგის სკრინშოტები და ეხა რაღაცა სადღაც რო გავიჩნდე შეიძლება გადავრთონ. ანუ ეგეც დამოკიდებულება. შეჩვევა, ხო. ჩემი კითხვა როგორც ყველასთან, ასევე შენთან იქნება. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტივ? კაი კითხვა. იცი რა არის მე ესე მგონია რომ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ ასაკის შეუფერებლად ხდება ეგ ამბავი მაინც ბავშვობისკენ მივდივარ რა ჯერ ეს რაღაც სიმწიფე და სიმძიმე რაც ასაკმან და გამოცდილებამ წესით უნდა მომცეს არ მაქვს რა აი ეგრევე მივდივარ რეგრესში და ეგრევე ვარ რაღაც ესეთი რა ინფანტილური ემოციურად მარტო ხარ. ემოციურად ინფანტილური ხდები და რაღაცებს დავდობ და წყინს და მიხარია და განვიცდი, ოღონდ ბავშვის მარტივი ემოციებით და ძალიან მუშაობ მაგაზე, რომ ეგ რაღაცნაირად ისა გავიტანოთ. და ბავშვობა არ მოგწონს შენში? ნუ იცი რა არის ბავშვობა ძალიან კაია, მაგრამ ბავშვობა უნდა იყოს მცირე დოზით და ბავშვობის დროს უნდა მორჩეს, ხო ხდები? ახლა როცა დიდი ხარ, დასრული ხარ, პასუხისგებლობა გაქვს, ხო უნდა გადააფასო, რომ რაღაცები არ უნდა გეწყინოს. ანუ რაღაცები ხარ ხო რაღაცები მანდ გემომხედა და ისე მითხრა და ეხა იმას მეგონი აი რაღაცა ხო ხდა დებილობები სრული. შენ ესე იგი ხარ მიამიტი. მიამიტი არა, ემოციურად ინფანტილური. მიამიტი არა ყოფს ხედა. აი წყინს, იოლად მწყინს. ხო, იმიტომ რომ გულთან ახლოს უშვებ ადამიანებს, ხო? არა, ადამიანებს არა, ყველაფერს. და რატო გინდა რომ რაღაცა კედელი ვითააშენო ხალხთან ურთიერთობაში, ემოციებთან ურთიერთობაში? ყույთ, თან ხო ხდები რომ მივხვდე რომ აბსოლუტურად სისულელია ვიღაცისგან რაღაცა რო გწყინს რა, ანუ ძალიან შტერობა იდეაში რომ დაუფიქრდე, ხო? აი მან რაღაცა ესე მითხრა და ბიჭო რა ყოველს თავისი ინტერესია, ყოველს თავისი საქმეა, ყოველს თავისი ცხოვრება, შენი მოლოდინი რომ ვიღაცა ისე უნდა მოიქცეს როგორც შენ გინდა, არის ნუ სისულელე. მაქსიმალისტი ხარ? ისე რა 80%-ზე. აი სუპირველი არ მინდა რომ ვიყო, იქვე მინდა პირველ სამეულში. და შენი გონება უფრო პოზიტივისკენ არის მიმართული თუ ორივეგან? თუ ნეგატივისკენ? ორივე მიმართულებით მუშაობ. გააჩნია. ანუ მოლოდინები მაქვს ყოველთვის ნეგატიური რაღაცას რო გეგმავ, ნეგატიური გათვლებით ვგეგმავ რა, რომ ყველაფერი შეიძლება წავიდეს უკუღმართად, საქმე ჩავარდეს, რეკლამა არ გაიყიდოს, სულ ვიცი რომ ეს არ მოხდება, მაგრამ იმისთვის ყოველთვის მზად ვარ რა, საქმეში.
და რეალურ ცხოვრებაში? ბევრს არ ვფიქრობ. აი ადამიანებთან ურთიერთობისას არ ვფიქრობ. აი უბრალოდ უნდა სიამოვნებდეს ადამიანთან ურთიერთობა და აი მანდ ესე რა ვქო, მანდ მოусრიალდი. ბევრჯერ. მაგრამ მგონია რომ აი საქმე და მეგობრობა სხვადასხვა თემაა, ხო ხდება? აი საქმედულობა რა გქონდა, მაგიტო მოსრიალდი? და ეხა ჭკუა ისწავლე? არა კაცრა ჭკუა ისწავლე. არა, ეგრე უნდა იყოს. ანუ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა იყოს გულწრფელი. ჩემთვის. ხდები? აი მოგწონს, მიყვები, ყველაფერი რა, მეგობრობაში, ყველანაირ ურთიერთობაში უნდა იყოს გულწრფელი რა. და მართლა ესე ფიქრობდა და არ დაინახო რომ აი შეიძლება საშიშროება ამისი. ეს ხო ძირითადად შენი რაღაცნაირი ფიქრები. რომელიც წინათ გრძნობები ხო არსებობს? კი, რომელიც შეიძლება იყოს შენი შიშიდან, შენი შიშების და ცუდი გამოცდილებაზე რაღაცნაირი აკუმულირებული, რა ურა ჩავხლავთ. ხო ხდები შენი შიში შეიძლება დაინახო იქ და არა რეალობა. 50-50-ზე შენი შიშია თუ რეალურად წინათ გრძნობა, რომ ეგ კაი ამბავია. ეგრე კაი ამბავია და გელანდება. ესე იგი მაინც პოზიტივისკენ ხარ მიმართული. კი, მაგრამ საქმეში ძალიან ისეთ პასიმისტური გათვლები გვაქვს ყოველთვის და მაგრამ ეხმარება რა. და ეს შენი რო გულჩვილობა. პირად ცხოვრებაში. ხშირად გაყენებს ზიანს? იცი რა არის, ვერ გაყოფდი პირად ცხოვრებას და მეგობრებს და აი ხო ხდება ვერ ვყოფ მაგას, იმიტომ რომ ჩემთვის ერთი რაღაცა დიდი ამბავია. აი კივილს არ მაყენებს, ვერ ვიტყვი. გეუბნები შტერული წყენა ვიცი რაღაც ჩემი დაქალები პირობი და აი დებილობა. ერთად წავიდნენ კაფეში და დაავიწყდათ ჩემთვის დარეკვა. მე ვარ 38 წლის ზრდასრული. სადღაც გულის სიღრმეში რეპრესიული მაგრა გამიტყდება. ამას ჩემ თავთან არ შევიმჩნევ და მე მარტო რომ დავჩები, კი წავიფიქრე, ჩემ მეგობრებს არ უყვარვარ თუ რაღაც. აი ეგეთი დებილობა ხო ხდება? და ეტყვი. კი კაცო ეტყვი მე და ისინი დამცინებენ და მართლაც იქნებიან. ანუ აი წყენა თან მარტივადაც გადაგდეს. ო აბა ეხლა ეგ არ მიყვარს. არა. არ ვიტოვებ არაფერს. აი ყველას არიტოვებ, ანუ ამბობ და მაგიტო არიტოვებ, თან ეგ ძალიან კაია. ამბობ, პატიობ და მიყვარს ყველა და ასე შემდეგ. ეგ არ მევასებ, აი შენი ბავშვობა როგორი იყო? კაი. მიუხედავად მე ვარ, ის პერიოდი რა შუქი რო არ იყო და არაფერი არ იყო. აი საერთოდ არაფერი არ იყო. აი 15 წუთი ქონდა ცხელი წყალი. ისიც ატმორი თუ მუშაობდა და რაღაც კერასინკა უბედურება. მაგრამ მამი და ბიძაშვილები ვიყავით ბევრი და მაგრა ვართობდით ერთმანეთს. და აი ძალიან ბევრს ოცნებობდით, რაღაცებს ვკითხულობდით, ვიგონებდით, ხატავდით, წერდით, ანუ ფანტაზია მუშაობდა ისე როგორც აი არასოდეს და მაგის ხარჯზე დღემდე მაგ აი სისხარტე რა რაღაცების მოფიქრება შემილია. და სულ ფიქრობ იმაზე, რომ ეხლანდელი ბავშვები საერთოდ ეგ ტიპები არ არიან. ძალიან მაგარი სოფელი გქონდა გურიაში, გომში. და ორი ზაფხული ვისვენებდით იქ რა. და მთელი ცხოვრება სადაც არ უნდა წავსულიყავი, რაც არ უნდა ყოფილიყო, რამდენი ვიყავი ცუდად, მქონდა სიცხე, მქონდა რაღაც ურთულესი გამოცდა ჩასაბარებელი, აი მილიონი ამბავი, ხო? სულ ჩემ თავში ვიხსენებდი იქ გატარებულ დროს. რაღაცნაირად ისე ჩამრჩა იქ და ფიქრი მახსოვს, რაც ჩამრჩა, რომ ესეთი ბედნიერი არასოდეს აღარ ვიქნებ, აი სისავსე ბედნიერების, ხო ხდება? მითხარი კომპონენტები რა. აი სიმწვალე, ეს გურული სახლები დარბოდნენ სოფელში, ჩვენ სახლის უკან არის ბჟუჟი, მდინარე, ეგრეთ წოდებული თავის დროზე ჩვენთვის ეგ იყო აუზი. იქ დავდიოდით საბანაოდ. საჭმელი ბევრი არაფერი არ იყო, მაგრამ თურქული კანფეტები ქონდა, რაც მაშინ ძალიან მაგარი იყო. წონით? წონით ბაზარი, იმის ბაზის რა ქვია იმ ბაზარს? რო დადის? ჩამოტარებით, არა კაც რო დადის, ჩავდიოდით კაც ოზურგეთში რა დამემატა. ოზურგეთში რო არის ხოლმე. კი, ოზურგეთში ჩავეყრებოდით, ეს კი ერთი ჟიგული იყო უბედური და 25 კაცი ეტევოდა იმ ჟიგულში. აი, ტევადობა არ ქონდა რა. რომ იმ სახლში ცხოვრობდით ალბათ 30 კაცი. ბავშვები ძალიან ბევრი. და ეს ჟიგული რო დაიქოქებოდა, ვინ რომელი ოთახიდან გამორბოდა, ხალხი ტუალეტიდან გამორბოდა, აი გენიალური კადრები იყო რა. ჩავეყრებოდით იქ, მივდიოდით ბაზრობაზე და წონით ყიდულობდნენ ამ კანფეტებს და ნუ ვიყავით აი სუპერ ბედნიერები. იქ ბავშვებთან თამაშობდით, ბიჭებს ვეპრანჭებოდით, ველოსიპედის წარება, აი სილაღე რა და სულ ნათესავების უახლობლები, აი ჯანსაღი მდგომარეობა რა.
და გურის გარდა სხვაგან რატო ვერ ახერხებდი შენი აზრით? აი თუნდაც იცი რა არის, აი ეს ცუდი პერიოდის მერე, რაც თბილისში იყო, ეს ხო სამოქალაქო ომი იყო და ნუ მე რო თვალი გავახილე, შუქი ჩაქრა და ციოდა 86-ში დავიბადე და აი ეს 90-იანები პირდაპირ იმ დროს დაემთხვა, როდესაც მე სამყაროს დანახვა დავინახე და დამახსოვრება. თუ ეხლა დანახვა 86-ში დავიწყე, მაგრამ დამახსოვრება, როცა დავიწყე, სუბნელო და სუცუდი იყო რა. სულ გაჭირვება იყო, სულ სროლა იყო. ისიც მახსოვს, როგორი გაწაფულები ვიყავით, რომ სროლა რო ატყდებოდა, სად უნდა დავმალულიყავით პირობითად სახლში. და აი რაღაც ბენზინს რო იპარავდნენ ბიჭები, იმას უყურებდი, ისე კარგად მახსოვს სცენა, რომ ერთხელ ჩვენი მეზობელი მოკლეს და როგორ გაასვენეს ეს ბიჭი სახლიდან, ფანჯრიდან ვიყურებდი. აი რაღაცნაირი ესეთი ხო ხდება ბრუტალური ბნელი მოგონებები იყო და მაგ პერიოდის შემდეგ იქ იყო ალბათ არ ვიცი რომელი წელი იყო ალბათ 7-8 წლის ვიყავი ესე რა რომ პირველად სადღაც მოხვდი სადაც სინათლე იყო და სიმწვანე იყო და ბუნება იყო და სილაღე და ნუ მან შემიყვარდა ბუნება და იმის მერე სულ მაგას ვატრიალებ თავში რა და მე სხვა ზაფხულები აღარ არა მე კი იყო კარგი ზაფხულები მე შენი ტელევიზორის არ იყოს თავიდან რო გაგიკვირდა და მე არავის აღარ უკვირს ეგ არა პირველი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა სადაც შევიგზენი ბედნიერება იყო ეგ და ხა მე მილიონი ადგილი იყო მაგრამ და მან დაიხა ბოლო პერიოდში დაბრუნებულ ხარ კი კაც უბრუნდები ყოველ რა და მან ალბათ ისევ ის შეგრძნებები იყვიდებს რა არა ძალიან ცუდია ვერ ვჩერდები იმიტომ რომ აი როგორ გტკივა იცი არ ვიცი ქონია თორე სადაც ძალიან ბედნიერი იყავი იმ ადგილს რო უბრუნდები ძალიან გტკივა მე და დიდხანს ვეღარ ჩერდები იმიტომ რომ ვერ ინაზღაურებ იგივე ბედნიერება იქ აღარა ის ხალხი ცოცხალი აღარა ის ხალხი შენის ადამიანი აღარ ხარ ის ზაფხული აღარა ის შეგზნება არ გაქვს შეიძლება შენ ახლა ბედნიერი ხარ და შენი ცხოვრება გაქვს მაგრამ ის სადღაც 20 წელი 25 წლის წინ იყო რა ეგ ამბავი ხო ზუსტად ხვდები ხა დიდგორში ჩემი აი გვერდზე მეზობლები ვთქვათ რომ აღარ იყვნენ ალბათ რაღაცა ძალიან 60% ალბათ წაიღებენ რა იმ ბედნიერებაში ხო ეხლა მივხვდი რასაც გულისხმობ და მოგონება კარგია მოგონებისთვის და არ უნდა დაბრუნდე წარსულში არ უნდა ცად წარსულში დაბრუნდე წარსულით გიცხოვრია ოდესმე შენი აზრით აი ცოტათი მაინც რომ იქ რა კაი იყო და ეხა აქ არ მაგის შეგრძნება სულ მაქვს რომ სუგელანდება რომ სხვა უკეთესათაა, სხვა უფრო ჭკვიანია, სხვა უფრო წარმატებულია, სხვაგან უკეთესი. არა, ეგ სულ ვიცოდი რა. რომ აი სადაც ხარ იქაა ბედნიერება და ცოცხალი რო ხარ ეგაა ბედნიერება, ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი დავაეხა რა მეკენი. ეგ მაგარია თქო. მაგრამ არასდროს არ ქონია იმის შეგრძნება და ვიჯერო რომ კი მაქვს ეს ორი ხელი, კი მაქვს ეს ორი ფეხი, მაგრამ მე თავის დაკარგვა ვიცი. შეხედე, აი სხვა რაღაცებს არ მივტირი, ხანდახან მეკარგება ჩემ თავთან გულწრფელობა, ესე რომ ვთქვა რა. ანუ რაღაცა სხვა მინდა, მაგრამ აი რატომღაც კონფლიქტში შედის, რაც მინდა და რაც შემიძლია. როცა არ ვაკეთებ იმას, რაც მინდა, როგორ ახსნა სწორედ, ღმერთო, ჩემო რთულია. ჩემ თავს რო ვეწინააღმდეგები, მან ვფუჭდები და ეგ ხშირად მემართება. როცა გული მეუნება ერთს, ვაკეთებ მეორეს, ვცდილობ ჩემი თავის ჩემ თავთან გამართლება და მე რო ხვდები, რომ ოპა, ეგრე არ შეიძლება. იმიტომ რომ შენ თავს რო ღალატობ, ეგ გონია შენი თავის ღალატი. როცა მართლა სწორს გეუბნება შენი თავი და მართლა ეს არის შენი გზა და ამ გზით უნდა იარო, შენ კიდევ სხვა გზით მიდიხარ. და აძალებთან ამას შენ თავს, ხო? ამას კარიერულად გულისხმობ თუ კი, კარიერულად უფრო ხშირად, იმიტომ რომ ადამიანებთან უფრო მარტივია ჩემთვის ურთიერთობა და აი კარიერულად ხშირად იყო რომ იმას ვაკეთებდი, რაც მე თვითონ არ მომწონდა და არ მჯეროდა. და ურთიერთობებშიც ყოფილა ესეთი. მეგობრებთან ყოფილა ძალიან ხშირად ურთიერთობაში ესეთი, რომ ხვდებოდი რომ რაღაცა არ იყვნენ გულწრფელები არ იყვნენ ნამდვილები, რომ რაღაცები იყო ფასადური. მაინც ვითომ არ ვიმჩნევდი. და ნუ ეს მე გჭამს, იმიტომ რეალურად ხომ გძნობ და ორივეზე მაქვს შეკითხვა. აი მეგობრებთან დაკავშირებით ალბათ ბევრი გაგეფილტრა, ხო, სამეგობრო წრე. ალბათ ადრე რო ბევრი ყავდა, მე უცებ იქიდან იცი რა არის, ბევრი მეგობარი ესე რაღაც არც არასოდეს არ მყოლია, მაქვს ის ბედნიერება, რომ სადღაც 1-80% ვინც ყავდა მეგობრები, ყველა შენარჩუნებული მყავს და აი ყველა თითქმის არის ბავშვობიდან.
იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ერთი კონკრეტული შემთხვევა, როცა თქვი, რომ აი ეს ადამიანი ცოცხალად მკვდარი არ მაინტერესებს და არ მიხსენოთ და მანდ დავამთავრე და გადასარევი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო კარგი ადამიანი. ეს იყო მავნე ადამიანი. შენი ცუდად ყოფნით რომ იკვებება? არა, ზოგადად ცუდია. ანუ მე მარტო ჩემზე არ უყურებ რა, ჩემთან როგორიც აი ადამიანი, რომელიც აყენებს სხვა ადამიანებს ზიანს, ლაპარაკობს მარტო ცუდს, მოაქვს მარტო ნეგატივი, დასცინის, ამცირებს, რატომღაც გონიან საკუთარი ყველაზე თავი ყველაზე კარგი. და ესეთი ადამიანი ერთი ცალი იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან კარგად დავამშვიდობეთ და არც გვაინტერესებს ცოცხალად თუ ისეთ გოიმური რაღაცა გავაკეთო, რომ არც ვესალმები. გონი რომ ძალიან დიდი სირცხული და უხერხულობა, როცა იცნობ ადამიანს და არ ესალმები, მაგრამ ეს ჩემი მეთოდია, რომ ადამიანს ამოშალო თავიდან. ხო, ამოძირკო. ყოფილა შემთხვევაში, რომ რაღაცა პერიოდი კომუნიკაცია მქონია, მე ისევ აღმიდგენია, იმიტომ რომ ჩემთვის არაა პრობლემა. ვინმე თუ დაფიქრდება და მიხვდება, რომ არ იყოს სწორი მათი დამოკიდებულება, ნათქვამი, რაღაცა ჩემს პრობლემა არ არის. ბოდიშის მიღება შეგიძლია. არ ჭირდება კაცო ბოდიში რო ხვდების, ეგ ბოდიში და რაღაცები საერთოდ ცარიელი სიტყვები. საქციელით. საქციელით ბოდიში. საქციელით, ხო, თორე ხა სიტყვას რა ფასია გეხოცებ, ყველაფერი შემიძლია ვთქვა. მე მithume და სიტყვის ფასი ვიცი. აბა ეხა კარგი რა, გძელიანა ქონდეს ყველაფერს სიტყვი. მე ყველაფერს თქვა შემიძლია. შენ არ შეგიძლია ადამიანებს ყველაფერს თქვა შეუძლიათ და სიტყვებზე ნდობა არის ძალიან ისეთი თემა რა. ადამიანს აქციელს უნდა დააკვირდე რა, თან მიმდევრულად რას აკეთებს, თორე მე ძალიან ბევრი რაღაცების დაპირება შემიძლია და თქმა როგორ მიყვარხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ამას გაამტკიცებ შენი ნაბიჯებით და გვერდში დგომით. შეგიძლია მართლა ადამიანს უთხრა რომ გიყვარს და არ გიყვარდას? აი მე რამდენი ახლა პროფესია მაქვს, ნახევარზე მე სისულელას ბჟოტიელობ, კარგია ხა ყველაფერი. უთხრა ადამიანს მიყვარხარ და არ მიყვარდეს, აი ეგ ნამეტანი რთული არის. მაგრამ რამდენი არამართალი რაღაცა მithქვამს კარგი რა, საჭირო რო იყო რაღაცების დალაგება სამსახურში განსაკუთრებით, დამშვიდება სიტუაციის გიწევს. ხო, აი ხა საქმეში მინდა და მეკითხა, ნუ ახლა თუ შეგიძლია მითხარი, მაგრამ თუ არ შეგიძლია არ მითხრა, კონკრეტულად იყო რამე ისეთი რის იკეთება, საერთოდ თქვა გიწევდა, რაც შენ მეს ეწინააღმდეგება ვთქვათ და მე შენ თვითონ ჭიდაობა. სულ მაგას ვამბობდი, რომ ძალიან ხელოვნური ტიპი გამოვყავდით ეკრანზე. ანუ სულ უნდათ რომ ჩემგან გაეკეთებინათ რაღაცნაირი ისეთი როგორიც არის ყველა წიწილა. მე როგორც ტიპი არ ვარ ისეთი წიწილა როგორც სხვა ყველა წიწილა და მგონია რომ ადამიანებს ზუსტად ეგ მოსწონთ. ვისაც მოუწონ ვარ ეგ მოსწონთ. ახლა ვერ ვიქნები მე ისეთი როგორიც არის სხვა, იმიტომ რომ არ მაქვს ის უნარები, არც ის ნიჭი, არც ის გონება. ისეთი ვარ როგორიც ვარ მე და სულ ვამბობ რომ ზოგადად ნებისმიერი ადამიანი კარგი არის როცა არის ინდივიდი, როგორიც არ უნდა იყოს. ხო და აი ეს სულ მიდიოდა რომ არა აი ესეთი მიმართულებით, აი ასე ვხედავთ, ასეთი ჩაცმულობით, ასეთი შემართებით, ასეთი ტექსტით, აი ასეთი არის წამყვანი პირობითად. ნუ მე ესეთი არ ვარ. ჟურნალისტიკა სულ გინდოდა? სულ. ხო, გიხდება ძალიან. მიხვდება რა, აი მიყვარდა. ტელევიზორი მაშინ, აი პირველად რო ჩაირთო ტელევიზორი ფერადი კადრი რო გამოჩნდა და ვიღაც დავარცხნი რაღაც თან მაშინ ხთმის დაყენება სალონი სად იყო მე ბებია ჩემი ლაპარაკობ სალონი და ეგეთ რაღაცები საერთოდ არ არსებობდა რა და დავინახე ეს ქალები რომ ეს რაღაცნაირი ესე ქონდა თმები ხოხდები დაყენებული და აი ხო თავს რო ატრიალებენ და თმა ესე რომ იყო ხო ეგ ახლა მაშინ თემა იყო ახლა რო არის რაღაც კრინჯი ეგრე არა რა და დავინახე ეს მაკიაჟი რა პიჯაკებია ცოტ ფერადები დავჭყიდა თვალები და მეძლიერებოდნენ ეს ქალები რა ძლიერი ქალები იყო წარმოი ქალი ზის და გიყვება ამბავს ხო სად იყო ჩემს ირგვლივ ეგეთი ქალები არ იყო მარტო ტელევიზორში იყო და მე გამოვშტერდი რა სულ სკოლაში რაღაც დოკუმენტურ ფილმ დავრბოდი კამერებით რაღაც დოკუმენტურ ვითომ ერთი დღე სკოლაში თუ რაღაცებს მართლა სულ რაღაცას ჩაგჯობდი წვალობდი მე ჩემი ჩავაბარე რაღაც ვთილობდი თეატრალურზე მაშინ დენიკინის დროს იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ძალიან კაი ბავშვები სხვათა შორის მაქედან წამოვდნენ ჩავაბარე და სახში აუგეხვეწებიო ეგ პროფესია მაშინ მაინც და მაინც პრესტიჟული პროფესია არ იყო როგორც მსახიობობა ასევე ჟურნალისტიკაც ესე იგი ბევრად უფრო ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ ჟურნალისტიკაზე მაშინ არც ახლა რა კაი წარმოდგენა მაშინ თლა ისე იყო რა
ანუ და ჩამაბარებინეს მთხოვეს, იმიტომ რომ ტექნიკური საგნები მეხერხებოდა და აი ფინანსებიო, კარგი არისო რაღაცა, ну ჯანდაბას ჩავაბარე ვისწავლე, მაგრამ აი სულ ვცდილობდი, სულ წრიალებდი და ჩემი თავის რაც მომწონს, გვია 31-ის ვიყავ, რომ დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ეს მანამდეც რაღაცა მცდელობები მქონდა, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე რა, რისი გაკეთებაც მინდოდა გავაკეთე. და ჩემი თავს მადლობას ვუხდი რა, შენით. სხვათა შორის, აი ყველაფერი, ანუ ის რო ეხა ჩემა ოჯახმა რაღაცა როლი ითამაშა. არა, მაგას არ მან იცი როგორი არის, ეგ თავის როლს თამაშობს, იმიტომ რომ აი ვიღაცა მამა შენი იცის, ვიღაცამ ოჯახი იცის და ისედაც განწყობა კაი არის, მაგრამ რაღაცა მშობლების მადლით, ოჯახის მადლით ემოციურად და რაღაცა, მაგრამ აი რასაც გვია დარეკე და გთხოვთ სამსახურში ამიყვანეთ და ვინც ძველი ჟურნალისტები ახსოვს ხანრომელ ტელევიზიაში ვიყავი სტაჟორად, ხანრომელ ტელევიზიაში სტაჟორად და აი ყველანაირად ვეკვეტებოდი და საერთოდ არანაირი თავმოყარეობა, აი ხო ხდები, აი ხა რაღაცა ესე არ ვთხოვდა, არ ვიზავ, ყველაფერი ვცადე, აი ყველა კარზე დავაკაკუნე, ყველას ვთხოვე, შევახვეწე და ზოგს მოწოდი, ზოგს საერთოდ იქ არ უნდოდი და აი ბოლომდე როცა გიყვარს, აი იგეთი საქციელი არ მიგაჩნია უთავმოყარეო საქციელი. მე მსახიობი ვარ თეატრის და ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ რეჟისორისთვის იმენა მithქვია რომ ბოლო ამიყვანე. რა გავაკეთო, მქონია ეგ რა. ხო, უყვანი ხარ. კი. და მჯდარ ვარ მის ყველა სპექტაკლზე ვთქვათ, რომ შემამჩნიე რა. მესმის ეს ყველაფერი. ხო და ბევრს მე მგონი რომ არ ესმის რამდენი შრომის გარდა იმის გარდა რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, აი შრომაც ეგეთი მნიშვნელოვანი არა, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობა. ის, ვინც უნდა არის შენი დამსაქმებელი, უნდა გამოსთხო ის, რაც შენ გჭირდება. და მაგაში არაფერი არ ტეხავს. საერთოდ არ ტეხავს. მე ვუყურებ რომ არაფერი არ ტეხავს, სადაც გინდა და რაღაცა მიზანია. ოღონდ გულით რაღაცა რო გინდა, ეხლა უბედურება რო არის შენი მიზანი, ეგ სხვა რაღაც ჩვენ სხვა რაღაცებზე ვლაპარაკობთ და აი ბავშვური რეალური ოცნების წინაშე ხარ, აი საქმეს ეგ ხო. ეხლა მაინტერესებს. შენ ხარ დედა. კი. რამდენი შვილის? ერთის. მაგრამ ძალიან ბევრი ყავს, ჩემი ძმისშვილი, ჩემი ძიშვილი და ყველა ტოლია და აი რამდენი წელს არის შენ შვილი? ჩემი არის 13-ის და ხდება აგვისტოში 14-ის. ისეთ პერიოდს გადიხართ ხო? ძალიან საინტერესო. საინტერესო ძალიან. მეგობრები ხართ? იცი რა არის, უფრო დაძმას ვაიბებით ვარ წარმოდგენილი, იმიტომ რომ თან ძალიან ვცდილობ რომ ვიყო დედა, თან ძალიან თანავუგრძნობ, იმიტომ რომ ჩემი გარდატეხის ასაკი მახსენდება და ხვდები რატო აფრენს. მაგრამ მესმის რომ მე ადამიანს თუ არ მოვთხოვე და არ დავა ეს რაღაც ჩარჩო არ შემოუსაზღვრებ ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით მოზარდს. გადავაჭკუიდან. ამიტომ ძალიან ვცდილობ რომ აი ეს რაღაცა სივცეში მყავდეს, რომ ესმოდეს, რომ აი ამ ზღვარის იქით ხალკი დახვდება და აქ ნორმალური ადამიანი. სერიოზული ბალანსია საჭირო, ესე იგი, რომ თან მეგობარი იყო და თან ხალკად არ გადაიქცა. ხო, ნუ აი ხანდახან ახლა ჭკუიდან გადადის და მეც გადავდივარ ჭკუიდან. გოგოა? ბიჭი. ბიჭთან ყველაფერი. მე ეს ოღონ მე ვარ. მე შარვალში. ზუსტად იგივე გაფრენები, ზუსტად იგივე მოთხოვნები, თუნდა უკვე ყველაფერი, უნდა რომ იყოს სხვაგან, უნდა იყოს დიდი, უნდა წარმატება, უნდა საქმის კეთება. ყველაფერი უნდა გუშინ. ყველაფერი უნდა გუშინ და ეხლა რა მესმის. მაგრამ აი დედის ფიგურა ალბათ მაგდროს ბიჭისთვის მით უმეტეს რა სხვანაირად მნიშვნელოვანია. საერთოდ ხო რა ვიცი, დედა კიდევ, იცი რა, დედა მე მგონია რომ ძალიან ბევრ ემოციურ ამბავს გაძლევს. რა, აი მამა ჩემთვის მისაბაძი იყო, მისი სიძლიერე, მისი ტაქტიკები, როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა, როგორ ლაპარაკობდა, მაგრამ დედა გაძლევს, აი ხარ თუ არა პირობითად მშიშარა. ემოციური ფონი როგორი გაქვს რა? აი და ფთხილი ხარ თუ არ ხარ ფთხილი? მეომარი ხარ თუ არ ხარ? შინაგანი ამბები მოდის უფრო დედისგან და სულ ვცდილობ რომ ისეთი ეგ მივცე რა, რომ აი არ შეეშინდეს და ბოლომდე მიაწვეს და თუ ასე ფიქრობს გაიტანოს და ძალიან მაგრა ვამოყოფ, რომ აი მაგარი დამოუკიდებელი ტიპია, რაღაცას რო გადაწყვიტავს, აი
გადაანგრევს ქვეყანას და თავისას დაორგანიზებს შრომით, ტვინის ბურღვით, ჩამორეკვით, თხოვნით და გააკეთებს. ანუ გავს ძალიან მართლა ხო? კი, აი ეგეთი ტიპი არის რა, რაღაცა თუ თავში მოვიდა და მტრისაც გადაუვლის ყოველს და გააკეთებს და მაგას არ უშლი ხელს, მაგრამ ეხა რო ავიწყდება რაღაცები, ძალიან კარგად ვახსენებ. რო ორივე ფეხი კარგად დადგას მიწაზე. არ უნდა შენთან ერთად ლაშქრობებში ისიერული. არა, არ უყურებს ჩემ YouTube-ს, თulis რომ ვარ გოიმი. და მოიც რა არის ნებუ თუ როგორ არის მაგათ ისე ნუბი რა? გოიმი არის მაგათ წენაზე. აუ, ჩემს ჩემთვის ჯერ ეგ დაუძახე. ეგ და არის და იმიტომ და ჩემი შვილისთვის ახლა გუშინ ვიყავით რაღაც მაღაზიაში, რაღაც ყიდვა უნდოდა და გავყევი და 5 ნაბიჯი წინ მიდიოდა, რომ ის რა, დედასთან ერთად კი არა, მარტოა. ანუ ჩვეულებრივ, დედა ვარ რა, რაც არ უნდა ახლა ახალგაზრდა თუ თანამედროვე თუ იუთუბერი დედა ვიყო, იმის თვალში დედა ვარ და უწყდები ახლა ეგ ნორმალურია. ხო. ალბათ ნორმალურია მაგათთვის ხო, ჩემი და არის 10 წლის, მაგრამ თინეიჯერობა ადრე მოუწია, რატომღაც ეგრე ხდება, მე თინეიჯერობაში ვიყავი, ამას დაიწყო ძალიან ადრე. და აი ესე რო გიხურავს ხო იცი სახესთან კარს, დები ეგრე შვები. ოთახი მისია, უნდა დააკაკუნა რო შევ. არანაირი უფლება არ გაქვს ხო, რომ პირად სივრცეში შეიჭრა, მოკლედ მთელი ამბებია. ამიტომ ნუბი ჯერ არ ყოფილა. მაგრამ ნუბის ხომ ეძახის და გოიმი ხარ და რაღაცებს ხომ მეუბნება და მეორე მხარეა რაღაცას უგაქვს ლაპარაკი, მე თქვა იმან ახლა არ მოგასრიალოს, არ მოგატყოს, ფრთხილად იყავი, რაღაცებს ვეუბნები რა, ის რაღაც არ მომწონს მეთქი რა, არენდო მეთქი, მაინც და მაინც რაღაცებს ჭორავთ და ის რა ქვია მიყვარს. და აი კაი ვინ უნდა მომატყუოს რა, პოლიტიკოსის შვილი ვარ და ჟურნალისტის შვილი. კი, ოპა, მეთქი. ესე იგი რაღაცა აქვს ამაყო ხო თავის. კი, ანუ ეგ არის რომ ამაყობს, მაგრამ ის არა აქვს რა. შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ბევრს მუშაობ და ბევრს მაგას დროს ვაკლებ და შაბათ-კვირას ყოველთვის მაგალითად გადაღებაზე ვარ, ხო? ეხა ეგეც ფაქტორია, უტყდება შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად, ანუ სულ ერთად ვარ თითქმის რა. და ცოტა ეგეცა რომ ის გავფერებ არ ვარ მისთვის რაღაცა ჯადოსნური დედა რა, მაინც უფრო სახში რაღაც სპორტულებში რაღაცას დავუყუნებ და რაღაცებს ველაპარაკები და უბურღავ ტვინს წესრიგზე და დავალებებზე და ანუ სახში იმდენად მისთვის უფერული ვარ, რომ შეიძლება ვერ აღიქვას რომ რაღაცებს ვაკეთებ, რაც იდეაში მნიშვნელოვანი და საინტერესოა. შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა YouTube-ი რო დაიწყე და გახვედი ქალაქიდან, იმიტომ რომ შენ ხო თავიდან ვთქვი რომ ბუნება გიყვარს. კი, ძალიან. მიხან მეც ბუნება, ოღონდ ჩემთვის არის არსებო წყარო. ანუ სხვაგვარად უბრალოდ ადამიანებთან კომუნიკაციაც მიჭირს თუ ბუნებისგან რაღაცა ენერგია არ ავიღე ყოველკვირეულად. და შენ ამას რო აკეთებ, შენ რო ეს აქცია ხა საქმედ. ეს არის ერთი გარტყვით ორი ყურდღელი, ჩემი გადმოსახედიდან რა. თან ანტისტრესია ყველაზე მაგარი. მაგას გულ საქმეა. როგორ შეგეცვალა ცხოვრება, ხა წარმოიდგინე ყოველ დღე მიდის ვიღაცა, ჯდება სტუდიაში, რაღაცა ჩართო კამერები, მე წავიდა სახლში, აი ეს. და შენი რუტინა გახდა ჯადოსნური. ხო. მე მქონდა ახლა რაც თქვი. მოკლედ, სად გავრეკე მე? აი პერიოდი იყო უმძიმეს, მამჩემ გარდაიცვალა. უდიდესი რაღაც დიდი ამბავი დასრულდა ჩემ ცხოვრებაში. თავისთავად უარზე ვარ, რომ ეს ყველაფერი გადავამუშაო და ჰაერში მაგ ყველა პრობლემა გამოკიდული როგორც ყველა იზამდა და რა მაწუხებს, ახლა ვფიქრობ რა მაწუხებს, რომ ყოველ დღე მივდივარ სტუდიაში, სხვადასხვა ტანსაცმელი, ეს რობოტივით დავჯდები, წავიკითხავ, წამოვალ. მივალ, წავიკითხავ, წამოვალ და ნელ-ნელა მეწყება, რომ ეს კედლები გუდავს. ვიხჩობი. ამ დროს ჩვენი ჟურნალისტები ზოგი არის რაღაცა თუშეთიდან ჩამოვიდა და გახალისებული ცოცხლად ყვება ამბავს რომ ეს ნახა. ვიღაცა რესპონდენტი მოვა და რაღაცა გამოფენა ქონდა და გახალისებული ვარსკვლავები აქვს თვალებში და მე ვქრები და ვქრები, ანუ ჩემი გამჭირვებია ძალიან დიდი ემოციური ისეთი მწვავე ფონი მაქვს რა, ძალიან მძიმე თუ არა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია და მეორე ისა რომ გაჭედილი ვარ. აი ხო არ ვიცი, აი სიზმარში რო გაქცევა გინდა და ვერ გარბი ხარ. აი ეგრე ვგრძნობ სამსახურში თავს, იმიტომ რომ აი ვიხუთები. თან რაღაც ვერ ვალაგებ ურთიერთობას, ვერ ვალაგებ საქმეს, თან მიყვარს ეს საქმე, თან აღარ მიყვარს ეს საქმე და აი მოკლედ ჭკუიდან გადავედი რა, ვერსად ვერ ვარ კომფორტულად, ჩემ აი მთელი სპექტრი რო არ იყო, აი არსად არ ვარ, კარგად, ვერსად ენერგიას ვერ ვკრებავ და
სულ ვითხოვდი რომ ეგება სადმე გაგვიშვათ გარი გადაღებაზე და ეგება გამიშვათ და მოკლედ თუშეთში იყო რაღაცა მთის დღეები და წადითო გადაღებაზეო რა მან და უნდა გავეშვით იქ წავედით და ისეთი მაგარი მასალა ჩამოვიტანეთ რომ მთელი არ ვიცი ყველა ვინც იმუშავა ამ პროექტზე ის ხალხი მუშაობთ ახლა YouTube-ს რა და ჩემთვის ეგ იყო რომ აი ამა ეს ხდება ჰაერი შევიდა ფილტვებში და აი პირველად ხო ხდება კარგად რო შეისუნთქავ რა ნუ მე შენ თვითონ იცი ეგ როგორ წამლავს თბილისში რო ბრუნდები მცხეთაში უკვე ხასიათი მაგრა გიფუჭდება ორშაბათს სამსახურში რომ მიდიხარ და უყურებ ამ ხალხს ფიქრობ ვიყავი ახლა მე მაყვალაბებოსთან და ვჭამდი რა ქვია ხო ხდება აი ზუსტად ხო და ის გჭირდება როგორც არ ვიცი ვიღაცისთვის ნარკოტიკი არის აი ესე გჭირდება ეგ ყველაფერი რა და უნდა დაუბრუნდე უნდა უფრო ახლო უფრო მეტი უფრო საინტერესო და სულ უკმაყოფილების შეგრძნება გაქვს რა აი ვერ ამოწურავ აი ერთად თქვი ხო ზუსტად მესმის ეგრეთ აი გას სიყვარული მე მგონია რომ ეს ჩემი დიდი სიყვარული აი იქიდან მოდის რა იქ პატარა რო ვიყავი იქ რაღაცა დავიჭირე რა იქ რა ეგ ვიგძენი და იმიტომ იყო ესეთი შთამბეჭ დიდი თორე ხა კი ბატონო რომიც მიყვარს პარიზიც მიყვარს ყველაფერი მიყვარს კაი რესტორანიც მიყვარს კაი ღვინოც მიყვარს ჩაცმაც მიყვარს დახურვაც მიყვარს მაგრამ ეგ არის რაღაცა კარგია ძალიან კარგია ეგეც უნდა იყოს მაგრამ იქ ნუ აი საერთოდ თავისუფალი ხარ აი სხვა ადამიანი სულის წამალია ეგ რა აი არ ვიცი აი ეგ ხდება აი აქ ეხლა რასაც გკითხავ სიგივად მე თვითონ მაქვს რა ეგეთ რაღაცებზე ნაფიქრე და შენია ის მაინტერესებს შენ რა ის გქონია ოცნება რა ბავშვობაში მე მაგალითად აი ჟურნალისტიკა თუ მომდამებია ყოველთვის მინდოდა რომ ბებიაჩემი იყო ძალიან წარმატებული ჟურნალისტი ტელევიზიის ნანა ჯაფარიძე საღამომშვიდობის მიყავდა ხო აუ როგორ არის ხო მთელი პირველი ახაც ახლა ეგენი ვიცი ვარსკვლავები ხო აი ბებიაჩემია ნანა და მაგარია მაინც ახლა ტელევიზიაში მივყავდი ხოლმე აი ამ რაღაცა ჯადოსნურ სამყაროს რო ვუყურებდი შიდა სამზარეულოს ცოტათი მომიწამლა მაგარი ტიპები იყვნენ და თან მაგრამ თავი თან რაღაცნაირად და რეალურად სტარები იყვნენ რა ახლა ჩვენ სახლთან ბუკეტები და მოკლედ მართლა ვარსკვლავები იყვნენ მართლა თან აკეთებდა სასწავლო საქმეს იმიტომ რომ აფხაზეთის ომს იღებდა და ჩამოქონდა ამბები ოჯახის წევრებისთვის ატყობინებდა ცოცხლები არიან თუ არა ეს მათი შვილები და ძმისშვილები და ასე შემდეგ და მე თვითონ რო ჩემთვის აი ხალი იყო ძლიერი ხალი ნანა მაგის საწესო თქვენ ნანკა და იმედია უმართლებ და გაუმართლებს ახალს და გოგოები ძალიან მსგავსებიან ბებიებს სხვათა აი ეგ ძალიან ხშირად იმედია კი არა დარწმუნებული ვარ ძალიან გავხარ იმიტომ რომ დედის გამოტოვებით გოგოები ძალიან ხშირად მსგავსებიან ბებიებს მამის მხარე რო მამის მხარეს მე ვგავრი ბებიაჩემი ხო მამის მხარეს ხო მამის მხარეს მიდის ხო და აი ჩემთვის იყო რაღაც აი როგორ აგიხსნა კაციც იყო ქალიც იყო ყველაფერი იყო რა პიროვნულად და ამიტომ მინდოდა რომ ჟურნალისტიკაში მეც აი რაღაცა სხვა განხრით ოღონდ ცოტა კრიმინალური განხრით წავსულიყავი სადაც არ ვიცი რას ვიზამ და შენ ჟურნალისტიკაში რო სათხედავდი შენთან ხო ხდები ზუსტად რა კითხვას 16-ის რო ვიყავი კრისტიან ამამპურ იყო ესეც სწორად ვამბობ კრისტინ ამამპურ სწორად ვამბობ CNN-ის ჟურნალისტი ის იყო war correspondence საომარი ცხელი წერტილებიდან მაშინ იყო ავღანეთში ომი მაშინ ბევრი ომები იყო და ეს ქალი ჩადიოდა ცხელ წერტილებში და აკეთებდნენ როგორ სიუჟეტებს იცი რომ ჩაცმული იყო ამ თავის ეკიპირებაში იდგა და იქ აი მიწასთან ასწორებენ და ეს იქიდან რეპ ეს დგას და ეს დგას აი ძალიან ჩორ ხო ეს ამერიკულ ჟურნალისტიკას ახასიათებს რომ ქვეყანა უკან იგზა და ესე ძალიან მშვიდა და აი ტაიფუნი მოვიდა 12 კაცი მოკლა მეჩიელმა მოვკვდე მაგრამ თავარია თქვენ ამას ნახულობთ აი მაგ ვაიბის ტიპები ეს კრისტინა მე ვსწავლობდი ამერიკულ აკადემიაში და ეს კრისტინა იყო ჩემი დირექტორის დონალდ ტომასის თანაკურსელი იცნობდნენ რა და იმან მიმაწერინა წერილი რა ანუ ჩემი ნატურა მაშინ იყო ეს დოკუმენტალისტიკა მომწონდა ძალიან და მომწონდა ეს საომარი ეს ამბები რა ჟურნალისტები ქალები რომლებიც ჩადიოდნენ წერტილში და ყვებოდნენ ამბავს და ფიქრობდი რომ აი ეგ ღმერთები იყვნენ რა და ეს მაშინ ძალიან მომწონდა
და მე რანცხა გლახა ფეშენიო რაღაცა ისაო და მე რაღაცები მოვირყიეთ ცოტა უფრო ის გადავპორტირდით ბევრი სიტუაციიდან გამომდინარე სისულელე იყო მაგრამ რასაც ქვია მე სულ ეხლა ვფიქრობ რომ ყვები წავსრულის ამბავს ნუ ჟურნალისტიკა ხო სტორითელინგი არის ამბის მოყოლა მე სულ ყვები წარსულ ამბებს აი რესპონდენტებიც ვინც ყავს ქალებს ვისაც ვალაპარაკებ და ბევრს ვალაპარაკებ გმირებს 83 წლის ბებო ანუ სულ წარსულზე ვლაპარაკობთ ხო მე მიმდინარეს არაფერს არ ვთავაზობ მაყურებელს ხვდები რას ვამბობ აი ქალები აკეთებდნენ იმას რაც არის ჩემთვის სამნიშნულოვანი მაგრამ ჯერ მგონია რომ არც მზად ვარ მაგისთვის და ვერც პოულობ ფორმას როგორ შეიძლება მიმდინარე თემებს შეეხო და ეს იყოს მართლა სიღრმისეული და ისეთი რაც მოახდენს სხვა ადამიანებზე ზეგავლენას, იმიტომ რომ გასაოცებელია შეიძლება ქმარმა დედამ შვილმა გითხრას არ დაიჯერო და ვიღაცა უცხო ადამიანმა რაღაცა გითხრას და ეგრევე დაიჯერო და გაითავისო. ეს აქვს, აი ეს ძალა აქვს, აი ამას. იდეაში ამბის თხრობა დავიდა აქამდე რა. აი ეგ მინდა რა რომ იმ ამბიდანაც მე ვაკეთებ რომ წარსულზე ვყვები ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს და ჯანსაღი ცხოვრებისკენ ვუბიძგებთ და მოგზაურობისკენ თავგადასავლისკენ სიმამაცისკენ სილაღისკენ ვუბიძგებთ ჩვენ არ ვლაპარაკობთ პირადად მე არ ვლაპარაკობ არაფერზე იმაზე რაც არის დღეს აი ეგ დღეს ამბავი მგონია რომ არის მომავალში და ეს ქალი რასაც შვებოდა და რაც მომწონს ქალის არქეტიპი რომელიც ძლიერი ქალი რომელიც ყვება მიმდინარე ამბებზე და აქ მწვავე პოზიციები და აქ შეხედულება და თავისი აზრი გააქვს მარტო თავისი ირგვლივ მეგობრებში კი არა საზოგადოებაში ეგ იმედია რომ სადღაც იქ მერე დგას და მელოდება და მეც იმ ქალთან მივალ მაგრამ ანუ თვლი რომ ეს ეტაპებია რომ და სადაც ისწავლე წაიკითხე გამოცადე ნახე ალბათ მოვლენებიც უნდა გიწყობდნენ ოღონდ ხელს რა შენ უნდა იყო მზად გარემოს არა შენ მე ხარ მაქ ეხლა რაც ვაკეთებ იმას ძლივძლიობით ვაკეთებ და მე მინდა რომ ეგეც გავაკეთო რა საინტერესო იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა დგას დღეს ჩვენს თანამედროვე ყოფაში და რაღაც არარსებული სულელური კლიშეები, სტერეოტიპები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, რომლისგანაც იდეაში უკვე დროა, რომ კარგად უნდა გავთავისუფლდეთ თან ყველა. რომ სხვანაირად. წნეხის ქვეშ მაგის გამო მოხვედრილ ხარ, თქვა, აი ვიღაცას დაუშტამპი ხარ, ვიღაცას აი თავიდან იყო ლამაზი და ის რა ქვიშტერი, მაგრამ მე ეგრევე ის გადაგორდა. როგორც კი რაღაცა სხვანაირად აკეთებ, ეგ მარტივად მიდის, მაგრამ კიდე უფრო სიღრმისეულს გულისხმობ მე. ხო. ჩვენ სხვანაირად უნდა დავიწყოთ ფიქრი და ცხოვრება და დამოკიდებულება რაღაცების მიმართ და ერთმანეთის მიმართ. მეტი მოთმინება და მეტი სიყვარული კი არა, ნუ სიყვარული კაი სიტყვა, მაგრამ სადაა მაგდენი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის აი რაღაცა გატანა. და მამა შენზე მაინტერესებს. კაი მეგობრები იყავით ახლა? ძმაკაცები. აი ძმაკაცები იყავით, ჩვენ საღამოს აი გეონები ვერავინ ვერ მოდიოდა მის სიახლოვეს რა. აი მამაც არისო, მამაშო. აი ეს იყო კარგი ძმაკაცობა. ყველას ეს დავждებოდ სამზარეულოში, არავის არ შემოუშვებდით, მოუკიდებდით ორივეს იმას, რაც არავინ არ უნდა მოწიოს, იმიტომ რომ კანცეროგენული და ფილტვის კიბოსაშინელება. მოუკიდებდით და მთელი საღამოები ვლაპარაკობდით. და ეგ იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან მადლიერი ვარ ღმერთს, რომ ეგ ყველაფერი მქონდა. და მინდა რომ ყველაფერი. როდის შეძელი, რომ თქვათ აღარ ტიროდე, არ გეტირებოდეს როდესაც ახსენე. ეხლა მე ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, მე არაფერს გადამუშავებ, მე ტკივილის გადამუშავება არ ვიცი. მოიცადე შენ აქ ცოტა ხანი მე ახლა საქმეები მაქვს დაგიბრუნდები. მივიდივარ რაღაცებს ვაკეთებ და ამ ტკივილს დავათრევ კრეტინივით წინ და უკან, როცა უნდა დააჯდე ადამიანურად დაუფიქრდე რა გეტკინა იმდენად აი ვარიდებ ამ მდგომარეობაში დღემდე რამდენი წელი გავიდა აი იქ შესწორებ თვალს იმ ამბავს რაც მოხდა 15 წუთი მანქანაში ვიტირეთ გავიარეთ რეკლამიდან რეკლამად დრო გვაქვს წავიდა ერთი წრემლი ანუ აი მაგას ვაკეთებ ძალიან დიდი ხანია და ეხა მივხვდი რომ აი რაც კი მაგ დაგროვილი ვაპირებ ესე მოუყარო ყველა მოვაკუჩო ეს ყველაფერი და ჩაუჯდე და გაუსწორო თვალი რომ ხო აღარაა მაგრამ სხვა ბევრი რაღაცაა ხო იყო აი
გადავამუშავ, არ ვიცი სხვები როგორ აკეთებენ მაგას, მაგრამ მე მაგის ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, რომ რისი გეშინია შენ თვითონ აღიარების რა ეგრეა. ტკივილში ყოფნის, იმიტომ რომ მაინც ბუნებით ისავა რა, ჭრელობება და სიხარული მზე რაღაცა. მიყვარს ეს, მაგრამ მეტწილად მამაშინის დამსახურება არა ჭრელობებელა ხარ. ხო, იმიტომ რომ სულს მიპერავდა და ამ ჭრელობებელას უწყობდა ხელს, რომ არ ბლოკავდა პირიქით, რომ ეს რაც თქონდა აბსოლუტურად არაადეკვატური ხალისი და სილაღე პირიქით ამას ხელს უწყობდნენ და არ თრგუნავდა. და არ გამიწებდა. არა. და ძალიან გაიქნეს, რომ არ დამამიწეს. ძალიან გაიქნეს. და აფრენდეს ქალი. ქალი რომელიც აფრენს მართლა სხვანაირად ლამაზია. ხო. ისინი ქართულად როგორ არის? ციმციმები თვალებში და ეგ კიდე ციმციმები თვალებში. სხვა რაღაცა ხიბლი. სული გაქვს თავისუფალი მაგ დროს, როცა არ ფიქრობ, როცა მე შვილებზე რომ მიცამიდის ლაპარაკის ვამბობ, რომ ჩემი აზრით მე რაც მომწეს არის უპირობო სიყვარული. აი რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველანაირი ვუყვარდი ყველას. ეგ მაგარი თავისუფლება. მე არ გაქვს რა იმის შიში, რომ ვიღაცას უნდა მოირგوان რაღაცა. შენი აზრით ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი ეგ იყო? ბევრი ეტაპი იყო რთული. საერთოდ ეს რაღაცა 35-დან აი ბოლოს 21 წლიდან კაი რთული ფაზა იყო, ხო რო ვერ მოთვლი, რა ერთი დარტყმა, მეორე, მესამე და აი რაღაცა უკვე ცოტა ის, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ ყველაფერი ძალიან რთული იყო და ცუდი იყო და იყო იმისთვის, რომ მე უნდა გავძლიერდე და უფრო ბევრი კაი რაღაცები ვაკეთო და გავიზრდე და დავჭკვიამდე. ეგრე უყურებ მე. თორე ფაზა ძალიან რთული იყო, ძალიან რთული იყო. მაგრამ ფაქტის წინაშე ძალიან არა, ხა ვინც გიყვარს ის რომ გიკვდება და იმას რო ეხები და ცივდება მაგაზე ხა მაგრამ ხმა როგორ ამოვიღო ხალხს შვილი უკვდება და ისეთი რაღაცები ხდება დღეს ჩვენს ირგვლივ ხმა როგორ უნდა ამოიღო, მაგრამ ყველას თავისი საზომი აქვს და თავისი ისა აქვს, ხო? ჩემთვის ეს მშობლების დაკარგვა ყველაზე დიდი ტრაგედია იყო. ხო და ეგ ძალიან მტკივნეულია და კარგია თუ ვინმე გაითვალისწინებს, რომ ემოციებს არ უნდა გაექცე და პირიქით რა რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, რაღაცნაირად უნდა შეხვიდე ამ მდგომარეობაში და გაჩერდე რამდენი ხანიც გჭირდება. და არც სამსახური გაგექცევა და არაფერი არ დაიქცევა, რა იყავი ცუდად, ხო? გადაიგვის. შენ აზრით წამოგეწია უკვე აი ნელ-ნელა ეხლა შენ თავს უთხარი, აი ამდენი დაგროვებული პრობლემა, რომელსაც თვალი არ გაუსწორო. და ბუნება ხო გეხმარება თან? კი, მაგრამ ეგეც არასწორი. ხო და ეგ არასწორია. იქ მივდივარ და მავიწყდი. არა, ხო მე ისმის. მე ბუნებას ვიყენებ, რომ გავუშვა ველაპარაკები ბუნებას ვიყავ, მართლა რეალურად ვაკეთებ. მეც კარგად უპრიკინებ, შენ ნერვიულობ იქ ის რაღაც ფეხზე ვიხდი დავდივარ ბალახებში, რაღაც ენერგიას ვკრიფავ, ხან ხეს ვეყუტები, ხან რამე, ანუ იქ ხო ჩვეულებრივად. ხო, ვარსკვლავებს ველაპარაკე რა, ის არის რა. ბუნების შვილი არის კაცო ადამიანი ეგ არ უნდა დავიწყდეს იქიდან მოდის და არა ბეტონის იმ და ჯუნგლებიდან. მაგრამ იცი რა არის, ყველას მგონია რომ თავისი მეთოდი აქვს, ყველას თავისი გზა აქვს, ყველას ძალიან განსხვავებული, მაგრამ კარგი არის რაღაცების გაზიარება, იმიტომ რომ შეიძლება მაგრა გამოადგეს ვიღაცას. ხო, ეს პოდკასტის მაგას ემსახურება, რომ ყველა ადამიანი თავის მეთოდს ამბობს, როგორ გამკლავდეს სირთულეებს და ვიღაცისთვის რომელიღაცა გამოსადეგია. მე ბუნებამ გადამარჩინა. აი ეს პირდაპირ ვთქვა. აი გადამარჩინა, უბრალოდ ვიქნებ რამდენი ადამიანი არსებობს ცოცხალ მკვდარი. ხო იცი რომ დადის, მუშაობს რაღაც, მაგრამ შიგნით ყველაფერი მკვდარია რა. აი არაფერი არ იგრძნობა. და აი ბუნებამ ეგ მითხრა გამიხსნა ფილტვები და სხვანაირად დავიწყე ხედვა, სხვანაირად დავიწყე ფიქრი, შეგრძნებები დამიბრუნდა, სიხარული დამიბრუნდა და სილაღე ტკივილიც დაბრუნდა. ანუ ემოციების გაღვიძებასთან ერთად მარტო კარგი ემოციები კი არ დაგიბრუნდა, მე პირადად ცუდიც დამიბრუნდა, რასაც ძალიან ვარიდებდი თვალს და კიდე რა ტკივილებია? იმედგაცრუება, რაღაცა ის სისულელეები, ჯამში რო შეხედო მაგარი სისულელები, ყველაფერი სიკვდილის გარდა არის მაგარი სისულელე. და უბრალოდ ხო იცი, ნუ ეხა დღეს არ მინდა ამაზე ფიქრი და იმას გავაკეთებ. წავალ მაღაზიაში თუ რაღაც გულს ხო ხდები, მე ეგეთი ტვინი მაქვს რა, ვისყლიტავ ყველაფერს, არ უსწორებ თვალს და ველოდები მომენტს, როდესაც ჩემოდ დავალაგო ყველაფერი და არა სწორი რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდად რო ხარ, იყავი ცუდად, არაფერი ცუდი მაგაში არაა.
ფილოსოფია ჩაიწერეთ. კი, სხვა შორის ხა მეც სომაგას ვიძახი, რომ აცადე შენ თავს რომ იყოს ცუდად და ის მე მოგცემს გზას რომ ამოხვიდე მაქედან. ხან ეს ზედმეტის სიმჩატეც ხო არა, კაი, მაგრამ ერთადერთი დიდი ტკივილი ეგ იყო რა. და დანარჩენი ყველაფერი არის ისეთი პროცესია, რაღაცებს აკეთებ, რაღაცებს კარგავ, რაღაცებს იძენ, რაღაცები ჩდება, აი სუდა დინამიკა არის რა. მე არც ერთ ეტაპზე, ყველაზე ცუდ ეტაპზეც ყოველთვის მადლიერი ვიყავი, იმიტომ რომ ყოველთვის გძნობ ჩემ ბედნიერებას რამდენად გამიმართლა ცხოვრებაში რა. აი ძალიან დაუმსახურებლად, მაგრამ მიმართლებს. მარტო დარჩენის გეშინიო. შენ თავთან სიმარტოვესაც. აუ, არა, ეგ ძალიან მიყვარს. მე მაგის პრობლემა მაქვს. მე ხალხი უფრო მეზარება, მაგრამ მიყვარს მარტო ბოდიალი. როცა თავისუფალი დღე მაქვს, ჩემი გართობა შედგება ყურსასმენები, რაღაცა ჩავიგდებ ნივთებს და დავაწვევი იქიდან ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დავდივარ ფეხით. ხან მუსიკას უსმენ, ხან ფოტოებს უღებ რაღაცებს. მარტო ყოფნის პრობლემა არ გვაქვს და სიმარტოვე არ არის ჩემთვის საგანი. ისე საინტერესოდ ვატარებ ჩემ თავთან ერთად დროს, რომ ხანდახან ისეთი გატაცებული ვარ, რომ ვიღაცა რომ მირეკავს ტელეფონზე პასუხის გაცემაც არ მინდა, იმიტომ რომ იქ ვარ, ჩემ სამყაროში და რაღაცებს თხზავ. და ეგ პირიქით ცოტა პრობლემა მაქვს. ორი კითხვა მინდა რომ კითხვა კი არა, მინდა რომ ორი რაღაცა გთხოვო. ერთი რომ ახალგაზრდებს მინდა რომ აი ჩემი თაობა, ჩემზე ქვემოთ თაობას რჩევა მიცე აი კარიერულად თუ თვლიან რომ ან არასწორ ადგილას არიან, ან თქვათ ვერ ბედავენ რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგან, მოკლედ თუნდაც მსახიობობა უნდა, მაგრამ ვერ აბარებს, იმიტომ რომ თulis რომ რაღაცა პარამეტრებში ვთქვათ ვერ იცდება. აი ეგეთი ადამიანებისთვის რა რჩევა გექნებოდა, იმიტომ რომ შენც რაღაც ისეთი გზა გაგვავლილი რომ კაცო ყველა ენაბლო ამბობდნენ ჩემს, ანუ ის ყოველთვის ხარ მოყვე პირველად ეთერში და ენაბლო ვიყავი, იმიტომ რომ 4 კვირაში დამსვეს ეთერში და კამერა რო ჩართეს, ეს სოლდებოდი, უფლის ისევ ნერვიულობდი. ყველაფერი უთქვამთ, უჭორავიათ, დაუცინიათ. ჩემთვის ეს კიდე ორჯერ უფრო მტკივნეული იყო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი იმ ეტაპისთვის უკვე მაგალითად პირობითად ინსტაგრამიდან მიცნობდა ზოგი საიდან და ამ ადამიანებს ჩემი თავი რო ჩაუგდე ხელში გასაძიძგნად, დასაცინად და გასაკრიტიკებლად და აბსოლუტურად გაცნობიერებლად წავედი მაგაზე იმ მიზნით, რომ ვიცოდი რომ ხო აი დღეს ეხა მე ამაში მოვიხარშები, გავძლიერდები, დავჭკვიანტები და ხვალ და ზეგ აღარც ენაბლო ვიქნები, აღარც შიში მექნება და ჩემ საქმეს გავაკეთებ ძალიან კარგად და ეს არავის არ ემახსოვრება და მე ყოველს ძალიან მოვეწონები და ტაშ დამიკრავს, იმიტომ რომ სხვა ადამიანის აზრზე არასოდეს არ უნდა იფიქრო. იმდენად მერყევია ხალხის მაპატიეთ, მაგრამ ასე არის. დღეს ასე ფიქრობენ, ხვალ ისე ფიქრობენ. ამბავს ისე მიაწოდებ, ისე დაიჯერებენ, ასე მიაწოდებ, ასე დაიჯერებენ. ანუ აი როგორ შეიძლება შენი ცხოვრება და სურვილები დაამყარო იმ ადამიანებზე, რომელსაც აფეხზე კიდი ხარ. თან წამში ერთხელ აზრი ეცვლებათ. მართლაც ამბობ. ანუ შენ რო გითხრა რამდენჯერ დაუცინი ვარ და შეუქი ვარ ერთი და იგივე ადამიანს, მითხრა რომ ბიპოლარული ყოფილა ის ადამიანი, აი ესეთ ადიან, მაგრამ ნუ ეგაა. შენ რაც კი მთავარი ყველაზე რთული ეგა რომ შიგნით აი შენ გულში რას გეუბნება რა, აი ყოველთვის გეუბნება რა, რომ აი ეს გინდა, უნდა გარისკო, უნდა იშრომო, უნდა მოინდომო, ყველას უნდა თხოვო, ყველას კარგად დააკაკუნო, თავხედიც უნდა იყო, აი ყველაფერი უნდა იყო ღირსების ნორმაში და გაიტანო შენი. იმიტომ რომ არავინ მაგას არ გააკეთებს, ცხოვრება გავა, მოკვდები, დაგაყლიან მიწას და მაგრა დაგწყდება მერე და კიდევ კაცის შულს არ გაახსენდები, ეგეც დაიმახსოვრა. მეორე კითხვა, აღონთ ახლა უკვე ეხება შინაგან ამბებს, როდესაც აი ადამიანებს გონიათ, მით უმეტეს ახლა რატომაც სულ ამბობ მაგას, რომ ძალიან მომრავლებულია ეს დეპრესიული განწყობა და ნუ მესმის რატომაც რა, ახლა კიდევაც ფონი. ხო. აი როგორ შეიძლება რომ ახალგაზრდებმა აი ეძებენ ხოლმე გასაღებებს, მაგრამ ერთი ამისით და მე მაინც დუნდებიან და რაღაცა ტკბობაში შედიან ამ ცუდად ყოფნის. უი მაგანიცის სხვაერპლის როლი ისეთი ფანტასტიკურია, რომ დაждდები და ქვითინება, იმან მაწყენინა, ამან მაწყენინა, იმას არ უყვარვარ, ცხოვრებამდე მივიწყა. მესმის, მე თვითონაც მაქვს ეგ პერიოდი, მაგრამ მე ვარ ეგოისტი. მე ცუდად დიდხანს ვერ გავჩერდები. ნუ აი 10 დღე მექნება პირობითად რაღაც დრამა. შეიძლება 6 თვეც თუ ძალიან დიდი ტრაგედია, 6 თვე ვიქნები. მაგრამ მე ოპლავი დავიძახებთ და მე ვამბობთ, რომ აბა ეხა სწრაფად.
ყველაფერი გონია რომ დადის ადამიანურ ურთიერთობამდე, საყრდენი უნდა გყავდეს ადამიანები, ვისაც ენდობი და არის შენი ადამიანი და მაგაზე უნდა იზრუნო რა. ეგრე ხა ადამიანები თავში არ მოგვხვდებიან, უნდა დაუმეგობრდო ერთს მეორეს ცადო, აი ადამიანი უნდა იყოს ერთი წყარო, მეორე შიგნით შენ თავში უნდა იპოვნო სიამოვნება, ესა მუსიკა გიყვარს, მუსიკის მოსმენა, ჩემსავით ფეხით სიარული, ცეკვა ნებისმიერი რაღაც ამბავი, რომელიც აი შინაგანად ხალის მოგიტოს, ავთენტურად. თუ ჭამაა, ჭამე. თუ საჭმელს გაკეთება, გააკეთე, მაგრამ აი რაც გახალისებს, ცოტა შანსი არ არის ეგეთი რაღაც არ გქონდეს რა. ის უნდა აკეთო და თითო დღე, თითო ნაბიჯი, ნელ-ნელა შენ თავზე, იმიტომ რომ მე რაც ჩემზე მოქმედებს, ის თავისთავად რო სხვაზე არის მოქმედეს, მაგრამ ყველას აქვს ეგ რესურსი რა და ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავი. მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვო შენ საქმეებში და მეც ნელ-ნელა წამოგეწევი ჩემი ოფროუდებით. გამოიწერეთ, მე გთხოვთ პირადად, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ეს YouTube ახალია, კონტენტს რომელსაც ხალხი აგდებს, ძალიან დიდი შრომა დგას ამის მიღმა და ერთადერთი დაფასების საშუალება არის ეს ღილაკი მოწონებდეს და გამოწერეს და გთხოვთ გამოიწერეთ. მადლობა. ისინიც ყველა.